დაიხადეთ არენდა და ამის გამო ბაზრის დირექციამ ჩაგვიკეთა კარები. ჩვენც რა თქმა უნდა ვითხოვთ სათანადო ადმინისტრაცია იქნება ეს თუ ვისაც ეხება ეს კომპეტენციაში ვისთან შედის რომ მოგვაქციოს ყურადღება ის ხალხი შემოვიდეს ადგილები არის ბაზარში დაჯდნენ მოემსახურონ ხალხს ლამაზად როგორც რომ საჭიროა სუფთად და ჩვენც ვივაჭრებთ და მაგანიც ივაჭრებთ ბაზრის მოვაჭრეები არიან ყველა გარეთ გასული უბრალოდ რა ისი თანხას არ იხდიან და ამიტომ არიან გარეთ სისუფთავი ყველგან და ყველაფერში საჭიროა ხო ასეა ჩვენ მივმართეთ მერიას დღეს თქვენ მოგმართეთ ჟურნალისტებს თორემ მერიასთან ჩვენ ადმინისტრაციას ბაზრის ადმინისტრაციას მივმართეთ და ჩვენ გვითხრა წერილი გვაქვს დაწერილიო და პასუხი არ მიგვიღიაო არ გვაძლევენ თუ არ გინდებიანო ჩვენს მოთხოვნასო და ჩვენს იმასო ხელშეკრულებასო არ აკმაყოფილებსო თქვენი მოთხოვნაო ესო კერძო ბაზარიაო და მიბძანდითო და აგვიკეტენ კარებიაპირისპირო გამოიწვია იმან რომ შით არის მაღალი გადასახადები მოსახლეობა ამას ვერ იხდის ამ ხელა გადასახადებს და იძულებული გახდა ეს მოსახლეობა და თითოეული გლეხი ჩამოსული ადამიანი გამოსულიყო და ქუჩაში ევაჭრა მათ არ აძლევენ საშუალებას ადმინისტრაცია რომ ივაჭრონ ეზოს ტერიტორიაზე ამის გამო ბინძური მეთოდებით შეპესე ადმინისტრაციამ ბაკურიძემ რომელიც გახლავთ ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი დამფინანსებელი შემდეგ მოხდეს ამის გადაბრალება მოვიდეს აქ ქალაქ ბათუმის მერის ზედამხედველობის სამსახური მე ვერ მომართლებ რა თქმა უნდა ეს არის უკანონობა და ეს არის უკანონო გარევაჭრობა მაგრამ მოვითხოვთ ქალაქ ბათუმის მერიისგან და ასევე ადმინისტრაციიდან შეუქმნა მოქალაქეებს იმის პირობა რომ ეზოში ამ მოქალაქეებმა ივაჭრონ რა თქმა უნდა ივაჭრონ სუფთად ლამაზად და ასევე ის გადასახადები რომლებსაც უწესებენ ამ მოქალაქეებს შეძლონ ამის გადახდა